პოლიციის თანამშრომელი დაჭრა პიროვნება. ხო. მე დაიჭირეს ეს პიროვნება. სისხლიანი ანგარიშწორება მარჯანიშვილზე. დაჭრილია საპატრულო პოლიციის თანამშრომელი. პირველების ინფორმაციით პატრულ ინსპექტორი ქალაქის შუაგულში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს სახისარეში მოქალაქემ დანით დაჭრა. პოლიციელი ამ დრომდე კლინიკაშია. მისი კოლეგები კი ამერიკულ ჰოსპიტალთან მორიგეობენ. პოლიციის თანამშრომელი დაჭრა პიროვნება. ხო. მე დაიჭირეს ეს პიროვნება და პოლიციის თანამშრომელი წაიყვანეს უახლოეს კლინიკაში. ეგ ვიცმედი რომ დანით დაჭრაო თუ? დანით. როგორც კი შევხედე იგით კი. ხუთი მანქანა აიღო გაჩერებული. არა, ის თავდამსხმელი აქვე აიყვანეს? ალბათ. მაგდონალდს. ხო. პოლიციელი დაჭრესო და არ ვიცი. მე აგერ ვიყავი, იქინა რა მოხდა, რა ვიცი. რა მეხმაური იყო ჩხუბი თუ როგორ? არ გამიგონია არაფერი მე. ირკვევა, რომ მარჯანიშვილის მოედანზე კამერებით სავსე ადგილზე ორმაგი ანგარიშწორება მოხდა. მას შემდეგ, რაც მომხდარი ფაქტის შესახებ ტვ-პირველმა ინფორმაცია გავრცელა, უწყებამ განცხადება გამოაქვეყნა. ოფიციალურ ვერსიაში წერენ, რომ პატრულ ინსპექტორმა დანით შეიარაღებული პირი შენიშნა, რომელმაც სხვა მოქალაქე დაჭრა. დაკავების დროს კი დამნაშავემ პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწია და თვალისა და ლოყის არეში პატრულს დანა ჩაარტყა. ნახეთ, რომ სისხლიანი იყო და შეიყვანეს სასწრაფოში. სახეზე ქონდა სისხლი? ის დააკავეს ვინმე თუ? კი, ვიღაცა დააკავეს, მაგრამ ერთი პირი იყო? ერთი პირი. აი ზუსტად მაგდონალდსის წინ დაიჭირეს. ხო. კამერების ჩანაწერები ხო რა მოუღია? ჩვენთან არ გვაქვს. აი არის ამირანცა. გვერდით ხო? უკვე რამდენიმე საათია პოლიციის ამ განყოფილებაში გამოკითხვების სერია მიმდინარეობს. თავდამსხმელი გამომძიებლობის კითხვებს პასუხობს. პირველების ინფორმაციით, მარჯანიშვილის ქუჩიდან პოლიციამ კამერების ჩანაწერები უკვე ამოიღო. ვიდეო მასალაში კი თავდასხმის ორივე ეპიზოდი ჩანს. ქონი კოლეგას არის დაჭრილი. და რა ინფორმაცია გაქვს? ის აკავებდა ამ პიროვნებას, ვინც ცივი არის შეიარაღებული. ეს პიროვნება აქ არის თუ წაიღო? ინტერვიუებს არც ინფორმაციას არ ვიძლევთ. შინდა გასაქმეთა სამეცნიერო პრეს-ცენტრს მიმართ. კამერების ჩანაწერები გაქვთ? დაჭრილი პატრულ ინსპექტორი და ერთი მოქალაქე ამ დრომდე კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. დაკავებულს კი 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.